აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლევან ჩაკვეტაძეს მოусმინეს. კითხვები ეხებოდა ჯანდაცვის პროგრამებსა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდას. ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას, მათი მუშაობის გაუმჯობესებას და მომსახურების არეალის გაფართოებას, ასევე ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის უწყების ფინანსების სწორ და რაციონალურ გამოყენებას, თანადაფინანსებისა და კრიტერიუმების შემუშავების საკითხებს. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამინისტროს ინიციატივითა და ჩართულობით მომზადებულ პროექტებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უმაღლეს საბჭოში ჩატარდა ინტერპელაციის წესით ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო ორგანოზე. გავუზიარეთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა 2023-24 წლის მოცემულობით. აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც. კოლეგებმა შეაფასეს დადებითად გაწეული მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა. ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენი ისეთ სფეროს ემსახურება, რომ აქ პრობლემები ყოველთვის არსებობს, გასაგებია, იყო ამ პრობლემებზეც ბუნებრივია საუბარი. აღინიშნა და ამას ხაზი უნდა გაესვას, რომ უმაღლეს საბჭოსა და ამ სამინისტროს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი. ჩვენი ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ, ძალიან კარგად თანამშრომლობენ და ეს იძლევა ძალიან კარგ შედეგს.